გამეორებების range-ს რაც შეეხება. გამეორების range არის ძალიან დიდი პრობლემა, საკმაოდ დიდი პრობლემა, იმიტომ რომ გაუჩერებელი საკამათო ამბავი რომ თუ რაღაც 12-ჯერ გააკეთებ ტონუსში ხარ თურვიდან 12-მდე შევიკუნდი. არა, ეგრე ბანალურად ჩვენი ფიზიონომია არ მუშაობს. სამწუხაროდ არა, საბედნიეროდ, უბრალოდ აქ არის სტიმულზე. მე თუ რაღაც საბოლოო ჯამში არის მექანიზმის გააქტიურებაზე და ჩემი რაღაც თუ მიზანი არის საჯდომის გაზრდა, მე საჯდომის გაზრდის მექანიზმს 6-ში ვიზავ, 6 გამეორებაში ვიზავ და 7 გამეორებაში, 12 გამეორებაში ჩემზეა. თუმცა ყოველთვის არაფერი ფასია ხოლმე და რაღაცებს ყველაფერი მოყვება რა. თუ ძალიან მძიმეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ბევრჯერ ვერავწევ, რაც კარგია რომ რამე სტიმული უფრო მარტივად შემიძლია წარმოშვა, მაგრამ ტრამვის ალბათობა მეზდება. შედარებით როცა light-ი არის წონა, ბევრად მარტივია კონკრეტული კუნთის ტარგეტიზება, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი ენერგო განახარჯი მაქვს და ბევრად მეტ ენერგიას ხარჯავ. მაგიტომ ეგ უნდა წავიდე ბოლოსკენ. და ამიტომ არის რომ საბოლოო ჯამში ყველას ვეუბნები რომ 8-ცადე, 12-ცადე, 16-ცადე, 20-ცადე, ყველაფერი ცადე და მოусმინე შენ თავს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ისევ შენ ხარ